მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის მარტის ტაროსკოპს მერწყულებისთვის. ნახოთ თვის ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, თასების რაინდი. ამ პერიოდში მოიმატებს თქვენი შინაგანი მომხიბვლელობა, გამოავლენთ ტაქტის და დარწმუნების განსაკუთრებულ უნარებს, ამიტომ ადვილად შეძლებთ გაიჩინოთ თანამოაზრეები და შედარებით ადვილად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. ორიენტირებული იქნებით პოზიტიურ განწყობებზე, მოგინდებათ სხვებისთვის დახმარების ხელის გაწოდება, იქნებით მგრძნობიარეები, ემპათიურები, ზრუნველები, გექნებათ მდიდარი წარმოსახვის უნარი და ზოგადად თქვენში გაძლიერდება კრეატიული აზროვნება. შესაძლებელია ამ პერიოდში მიიღოთ მნიშვნელოვანი შემოთავაზებები, ან თქვენ თვითონ მოგინდეთ მნიშვნელოვანი საქმიანი ან პირადი შეთავაზების გაკეთება სხვებისთვის. ზოგადად იქნებით რომანტიკულ განწყობილებაზე, მოგინდებათ განტვირთვის მიზნით მოაწყოთ სხვადასხვა აქტივობები და ასეთ ღონისძიებებში ჩართოთ ოჯახის წევრები, ახლობლები და შესაძლებელია სრულიად უცნობი ადამიანებიც. ამ პერიოდში თქვენი შარმი და რაინდული თვისებები დაგეხმარებათ იყოთ წარმატებული და ბევრი ჩანაფიქრის რეალიზებაც მოახერხოთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების 10-იანი, კეთილდღეობის ბარათია, იგი მიუთითებს ამ პერიოდში ოჯახის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და როლზე თქვენთვის. მათ შორის სხვადასხვა თაობების ურთიერთობაზე, მატერიალურ რესურსებზე. შესაძლებელია ამ პერიოდში თქვენთვის აქტუალური გახდეს მემკვიდრეობის საკითხები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, შესაძლებელია გადაწყვიტოთ ბინის შეცვლა, გარემონტება ან ცვლილებების შეტანა ინტერიერში, ასევე ვისთვისაც ეს აქტუალურია, შესაძლებელია მიიღოთ ნიშნობის ან დაქორწინების გადაწყვეტილება. გაგიჩნდებათ სურვილი ტრადიციების გათვალისწინებით გაიაზროთ თქვენი პირადი ცხოვრება, ან შესაძლებელია მოგინდეთ აღადგინოთ რომელიმე თქვენი საოჯახო ტრადიცია, მაგალითად გადაწყვიტოთ წვეულების მოწყობა ოჯახის წევრებისა და ნათესავების გარემოცვაში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. ხმლების 5-იანი. პოზიტიურ ასპექტში ბარათების ასეთი კომბინაცია შესაძლებელია არსებული კონფლიქტის მოგვარებაზე მიუთითებდეს. თუ თქვენ დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა გაქვთ პარტნიორთან, შესაძლებელია ამ პერიოდში მოიფიქროთ გზა, როგორ გაანეიტრალოთ რთული მდგომარეობა და საბოლოოდ გარკვეულ კონსენსუსამდეც მიხვიდეთ. თუმცა თუ თქვენს ურთიერთობას დარწმუნებული ხართ, რომ მსგავსი გამოწვევები არ ემუქრება, მაშინ შესაძლებელია ამ პერიოდში ნებისმიერი საკითხი გახდეს კამათის, დაძაბულობის ან კონფლიქტის მიზეზი, ამიტომ ეცადეთ აკონტროლოთ პირველ რიგში თქვენი სიტყვები, ასევე გამოიჩინეთ შინაგანი სიბრძნე, ნუაყვებით პარტნიორისგან წამოსულ პროვოკაციებს და თქვენც წამოჭრით ისეთ საკითხებს პარტნიორთან, რამაც შეიძლება უთანხმოებამდე მიგიყვანოთ. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, ხმლების მეფე, ამ პერიოდში იქნებით ემოციებისგან დისტანცირებული, შეეცდებით გაერკვეთ რას ეძებთ ურთიერთობაში და რა აღარ არის თქვენთვის მისაღები. შეძლებთ მკაფიოდ მოხაზოთ თქვენი საზღვრები, აღარ მოგინდებათ ბუნდოვან ურთიერთობებში ჩართვა ან კომპრომისებზე წასვლა იქ, სადაც ეს თქვენს შინაგან სიმშვიდეს შეეხება და დაარღვევს. შესაძლებელია გახდეთ უფრო პრინციპულები და მოთხოვნებიც გაიზარდოს, რაც სავსებით ნორმალურია.
ბარათების ასეთი კომბინაცია გეუბნებათ, რომ ამ პერიოდში შეძლებთ საკუთარ თავთან შეათანხმოთ ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსი და სწორედ ეს გონებრივი სიცხადე და შინაგანი წესრიგი შექმნის მომავალში იმ საფუძველს, რომ თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა იქნება ემოციურად უსაფრთხო, გულწრფელობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ერთგულებაზე დამყარებული. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ მარტში საქმიანი სფერო, თასების 10-იანი, მარტის განმავლობაში გექნებათ სიხარულის და შინაგანი კმაყოფილების მიზეზი, იგრძნობთ, რომ დგახართ გზაზე, რომელიც თქვენთვის სწორია და ემოციურადაც გაკმაყოფილებთ. მოგეცემათ თვითრეალიზების კარგი შანსები და შესაძლებლობა რეალურად დაინახოთ თქვენი შრომის შედეგები. აქ შესაძლებელია საუბარი იყოს დაწინაურებაზე, ხელფასის გაზრდაზე, ან დასაქმებაზე მათთვის, ვინც სამსახურის გარეშე ხვდება ამ პერიოდს. ზოგიერთისთვის ეს ბარათი შეიძლება გამოვლინდეს როგორც ჩვეულება ან დასვენების პერიოდი, როცა მეტი დრო გექნებათ ოჯახის წევრებთან ერთად გასატარებლად და საკუთარი რესურსის აღსადგენად. ასევე შესაძლებელია ამ პერიოდში სამსახურში მიიღოთ გარკვეული წახალისება, სიგელის, პრემიის ან უბრალოდ სიტყვიერი აღიარების სახით, იგრძნობთ პატივისცემას კოლეგებისგან და დაფასებას ხელმძღვანელებისგან, რაც მნიშვნელოვნად გაგიზრდით მოტივაციას. მარტში განსაკუთრებით მკაფიოდ დარწმუნდებით, რომ თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ქრება, რომ თქვენი გარშემომყოფები ხედავენ თქვენ შრომას და სათანადოდაც აფასებენ. და ეს შეგრძნებაც გახდება ის ემოციური საფუძველი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას და კმაყოფილებას შეგიქმნით პროფესიულ გზაზე. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მეექვსე მაღალი არკანი შეყვარებულები. მარტის განმავლობაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგეთ, მაგალითად ახალი შემოთავაზება მიიღოთ, ან არსებულმა უკვე აღებულმა სამუშაო პასუხისმგებლობებმა დაგაფიქროთ. თუმცა ასევე არ არის გამორიცხული, გააფორმოთ ახალი ხელშეკრულება უკეთესი პირობებით, წამოიწყოთ ახალი პროექტი ან ახალი თანამშრომლობა. გაგიჩნდეთ დამატებითი შემოსავლის წყარო და მოგიწიოთ, რომ ორმაგად დაიტვირთოთ საქმით. საბოლოო ჯამში თვეს პოზიტიური ენერგიები მოაქვს თქვენთვის, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც ამ პერიოდში მოგეცემათ. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, თასების 7-იანი, ამ პერიოდში სავარაუდოდ გექნებათ არჩევანის მრავალფეროვნება, ეცადეთ რაციონალური და კარგად გათვლილი არჩევანი გააკეთოთ, რომელიც ორიენტირებული იქნება თქვენს სამომავლო პერსპექტივებზე, დაისახეთ მკაფიო სტრატეგია თქვენი მიზნების მისაღწევად და ნაბიჯ-ნაბიჯ მიყევით დასახულ გეგმას. მარტში მოგეცემათ ყველა პირობა, რომ მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ შედეგებს. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მეოთხე მაღალი არკანი იმპერატორი, მარტი თქვენთვის სტრუქტურის გადახედვის, კონტროლის გამკაცრების და მეტი პასუხისმგებლობების აღების პერიოდი იქნება. მიხვდებით, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა ჩადოთ საქმეში, მკაფიოდ განსაზღვროთ სამუშაო წესები, საზღვრები და თქვენი მიმართულება. გამორიცხული არ არის, რომ აქამდე მოქმედებდით სხვადასხვა სტრატეგიით, ექსპერიმენტებით, ზოგჯერ გადაჭარბებული რისკითაც, ხოლო ამ პერიოდში მოვა სიცხადე და დაინახავთ რა მუშაობს რეალურად და რა არა, სად არის საჭირო სიმკაცრე და სად დიპლომატია. თუ თქვენი ბიზნესი ან საქმიანობა აქამდე ქაოსურად ვითარდებოდა, მარტი მოგცემთ შანსს, მოაწესრიგოთ სისტემა, გაანაწილოთ პასუხისმგებლობები ან თავად აიღოთ სრული კონტროლი პროცესებზე. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია იზრუნოთ საკუთარი ავტორიტეტის გამყარებაზე, მიიღოთ მკაფიო გადაწყვეტილებები ფინანსურ და საორგანიზაციო საკითხებზე, არ გადადოთ საქმეები სამომავლოდ და რაც მთავარია იმოქმედეთ არა ემოციებით, არამედ გააზრებული სტრატეგიით. ამ ბარათის ენერგია არ გპირდებათ სწრაფ შედეგებს ან უცაბედ მოგებას,
მაგრამ საუბრობს სტაბილურობაზე, გრძელვადიან შედეგებზე და ძალაუფლების სწორ გამოყენებაზე. ეს პერიოდი განსაკუთრებით კარგი იქნება სამუშაო სტრუქტურის მოწესრიგებისთვის და ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც მომავალში მოგცემთ მეტ სიმყარეს და სტაბილურობას. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს მარტში, კვერთხების რვიანი, თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამ პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესდება, შესაძლებელია გაგიჩნდეთ შემოსავლების დამატებითი წყარო, ასევე გამორიცხული არ არის დაგიბრუნდეთ წინა პერიოდში ვალად გაცემული თანხები, ან საჩუქრად მიიღოთ ფინანსები. ბუნებრივია ყველაფერი დამოკიდებული იქნება თქვენს აქტიურობაზეც, მთავარია უცებ გაჩენილმა ფინანსებმა არ გაგათამამოთ და შეეცადეთ აკონტროლოთ ხარჯები. დაფარეთ საკრედიტო ვალდებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში და შექმნით გარკვეული დანაზოგიც, რომელიც საჭირო დროს დიდ დახმარებას გაგიწევთ და სამომავლოდ მიზნების განხორციელებაშიც დაგეხმარებათ. როგორც ვხედავთ, თქვენი ენერგიები მთლიანობაში საკმაოდ პოზიტიური მიმართულებით იცვლება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სულ ახლახანს თქვენთვის ფუნდამენტური განახლების პერიოდი დაიწყო და თუ გინდათ გაიგოთ რას გულისხმობ, ჩემს YouTube არხზე შეგიძლიათ ნახოთ დიდი და ვრცელი ვიდეო დაბნელების დერეფნის შესახებ, რომლითაც დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის პერიოდი თითოეული თქვენგანისთვის. აქ ბევრ საინტერესო ინფორმაციას და რეკომენდაციას მიიღებთ ამ ენერგეტიკულ განახლებასთან დაკავშირებით და შეძლებთ დაინახოთ თქვენი უახლოესი მომდევნო წლების და ზოგიერთისთვის მთელი 18 წლიანი ციკლის მნიშვნელოვანი ტენდენციები. ასე რომ გირჩევთ ნახოთ ეს ვიდეო, რაც შეეხება რჩევას სამყაროსგან მარტის განმავლობაში. მე-16 მაღალი არკანი ვარსკვლავი. მოახდინეთ თქვენი სურვილების ფორმირება და განეწყვეთ, რომ თავდაჯერებულად იაროთ თქვენი ოცნებების რეალიზებისკენ. სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ გაქვთ მფარველობა მაღალი ძალებისგან და ყველაფრის განხორციელებას შეძლებთ, თუ სათანადო ძალისხმევას მიმართავთ შესაბამისი მიმართულებით. ასეთი იყო 2026 წლის მარტის ტაროსკოპი მერწყულებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობუქში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი мотиваციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.